ახლა დავოსში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს უმნიშვნელოვანესი ფორუმი სხვა საკითხებთან ერთად უდიდეს ყურადღებას დაუთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. ბუნდოვანება იმის თაობაზე შეხვდებოდნენ თუ არა ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს დონალდ ტრამპმა გაახარწყლა. თქვა, რომ შეხვედრა შედგება. ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან კავშირზეა და რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მე პრეზიდენტ პუტინთან მაქვს ურთიერთობა და მას შეთანხმების დადება სურს. მე პრეზიდენტ ზელენსკისთანაც მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, მასაც სურს შეთანხმება. დღეს მას ხვდები. შესაძლოა ის ახლა აუდიტორიაში იყოს. ჩვენ ეს ომი უნდა შევაჩეროთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა უმიზეზოდ. ძალიან ბევრი სიცოცხლე იკარგება. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ამის გაკეთება მინდა. ორივე პრეზიდენტის შეხვედრას მძიმე ფონი გასდევს თან რუსეთი რაკეტებით და დრონებით განაგრძობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბურ დაბომბვას. კიევში ელექტროენერგიის მიწოდება არასტაბილურია. განსაკუთრებული ცივი ზამთრის პირობებში, როდესაც ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსს ჩამოწდა, იზრდება შეშფოთება შეძლებს თუ არა ქვეყანა გაძლოს დასავლელი მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატების უფრო ინტენსიური მხარდაჭერის გარეშე. ვითარებას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ის, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს მოსკოვში ჩავლენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართავენ შეხვედრას. ამის შემდეგ ისინი სამუშაო ჯგუფებთან კონსულტაციებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრებიან. ამასთან დონალდ ტრამპმა პუტინი ღაზის მშვიდობის საბჭოშიც მიიწვია. ეს კი მაშინ, როდესაც მოსკოვმა არაერთხელ უგულებელყო ტრამპის მოთხოვნები და ბოლო დროს უმძიმესი დარტყმები მიიტანა მთელ უკრაინაზე. ამ ყველაფერზე კი ამერიკის პრეზიდენტის პოზიცია ცვალებადია. ხან ამტკიცებს, რომ სამშვიდობო პროცესს ზელენსკი უშლის ხელს, ხან კი პუტინს მძიმე სანქციებით ემუქრება და ამბობს, რომ მან უამრავი უდანაშაულო ადამიანი დახოცა.